მიზინა ივანიშვილმა შეარჩია კახი კალაძე. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ბევრი, რომ ვიცით მამუკა მდინარაძეს უნდოდა დედაქალაქის მერის თანამდებობა. შეიძლება ეს ესე არ არის. მეც მithქვავს, გულახდილად ვიტყვი საკუთარ თავზე, სხვებზე კი არა, მეც მithქვავს, რომ იცი რა, ამ თეორიის თანახმად, ან ჩემი ინფორმაციით, ხო, მამუკა მდინარაძე ან გიორგი ტყემალაძე არის მერობის კანდიდატი. შეიძლება ასეც იყო, მე არ ვკამათობ, მე არ ვიცი რა ხდებოდა, აი, კარგადაც არ ვიცი, ბოლომდე არ ვიცი, სრულად არ ვიცი, რა ხდებოდა სახელმწიფო კულუარებში. შეიძლება რაღაც ჯგუფს მართლა უნდა გიორგი ტყემალაძის ამოწევა, ან მამუკა მდინარაძის ამოწევა და კახა კალაძის ჩაწევა. მაგრამ პოლიტიკა არის ის, რაც ზედაპირზე დევს და არა ის, რაც გვინდა რომ იყოს. ან ჭორზე, ან ხმაზე, რაღაც კონსპირაციაზე დაფუძნებული რამ. და პოლიტიკა, რაც ზედაპირზე დევს ის პოლიტიკა არის ის, რომ მიზინა ივანიშვილმა შეაჩერა არჩევანი, უკვე მესამედ კახი კალაძეზე და შესაბამისად 4 წლის განმავლობაში 29-მდე, ხო, ოქტომბრამდე 29-ისა ის გაიმარჯვებს არჩევნებში. ამაზეც ვიტყვი ორ სიტყვას. დიახ, გაიმარჯვებს ყოველგვარი გაყალბების გარეშე. მიზინა ივანიშვილი ეცდება, რომ ჩაატაროს ეგრეთ წოდებული სანიმუშო არჩევნები და კახი კალაძეს მართლაც სანიმუშოდ რომ მოიქცევა ქართული ოცნების ამომრჩეველი, ვინც არის ამომრჩეველი, უკლებლივ ყველა დარაზმვით თუ დარაზმვის გარეშე მივა და პატიოსნად ჩააგდებს ბიულეტენს თუ როგორ არის ახალი სისტემა, როგორც არის მოხაზავს და გააფერადებს და კახი კალაძე მიიღებს მართალი ერაკლი კობახიძე 60, 65 თუ 67.5%. მაღალი ლეგიტიმაცია ექნება. ამდენად იყო და არის შეცდომა მათ შორის ამდენად არის კახარიასი თუ ხაზარაძისა ამ არჩევნებში შეყოლა, იმიტომ რომ ლეგიტიმური მთლად ზუსტი სიტყვა არ არის შესაძლოა, მაგრამ და კონკურენტული ასევე არ არის, მაგრამ აი გამჭვირვალე და ობიექტური არჩევნები კი ნამდვილად ჩატარდება 4 ოქტომბერს გაგიკვირდებათ და მთელი ოპოზიციური სპექტრი რო შესულიყო არჩევნებში, ამ შემთხვევაში ხელისუფლებას მოუწევდა გაყალბება კალაძის სასარგებლოდ დედაქალაქის მასშტაბით, რასაკვირველია და ისევ რაღაც ჩალიჩები, მაგრამ მთელი ოპოზიციური სპექტრი რაღაცა არ შევიდა და არც უნდა შესულიყო, შესაბამისად ის ორი სუბიექტიც აღარ უნდა შეჰყოლოდნენ და მათ შორის ერთობის აუცილებლობის გამო უნდა ყოფილიყვნენ ბოიკოტის და ამ რუსული სპეცოპერაციისთვის წინააღმდეგობის გაწევის რეჟიმში, მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, კაცი ბჭობდა და ხაზარაძე იცინოდაო და ხაზარაძემ გადაწყვეტილება მიიღო. ამგვარი მე გულახდილად გეტყვით ვერ ხვდები ვინ და წამოვაყენო დედაქალაქის მერობის კანდიდატად, რომელიც კალაძის ოპონენტი იქნება ობიექტურად. ხაზგასმით ვამბობ, იმიტომ რომ კალაძეს მიუტირი, არამედ კალაძეს სახელმწიფო უზარმაზარი რესურსი აქვს მის ზურგს უკან დადის აჩრდილი მიზინა ივანიშვილისა დგას აჩრდილი და კალაძეს არა თვითკბარი პოლიტიკოსია ის ცხადია, კალაძეს კი არ აძლევენ ხმას, არამედ მიზინა ივანიშვილს, რომელიც აი ესე უკრავს თავს ახლა, გუშინ პრეზენტაციაზე. კალაძეს მოსწონს მისი სიტყვა, აღფრთოვანებულია მისი ცოლ-შვილი და არის ეს გაბრწყინებულობა ყალბი, რასაკვირველი თეატრალიზებული, რასაკვირველი არასწორი, არსით არასწორი, რასაკვირველია სიცოცხლის სავსე ქალაქი თბილისი, აღარ არის ეს მათ სლოგანი, მაგრამ სიცოცხლის კი არა, სიკვდილით სავსე ქალაქი იყო და ახლა რაღაც მშვიდობა, რაღაც ახალი ლოზუნგი აქვს. მშვიდობა ქვეყანაში და უფრო კარგი თბილისი თუ რაღაც მსგავსი და რა უფრო კარგი თბილისი კატასტროფაა თბილისში ყველა მიმართულებით, ასე უნდა ვთქვა და ის რომ 7 არა 17 არა 170 სკვერი გაკეთდა და 2 3 4 165 ამ სკვერებიდან მართლა კარგია, ეს არ ნიშნავს რომ დედაქალაქი არის კარგ მდგომარეობაში, საპარკინგო სივრცეები არ არის მოწყობილი არ არის, საერთოდ არ ლაპარაკობს კალაძე საპარკინგო სივრცეებზე. 650,000 მანქანა გადაადგილდებაო ყოველდღეო. ამას ამბობს ხა, მე ამაზე კი არ წვრილმანდელი, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხია სხვებისათვის, ხო? და 22-23,000 საპარკინგო ადგილი აქვს. 650,000-ის 10% არის 65,000 და 10%-ის გავყოთ დაახლოებით 3-ზე, ანუ 3%, 3,3% არის საპარკინგებში. 100%-დან 100 მანქანიდან 3 მანქანა აჩერებს, ასე ვიტყვი, ავტომობილს, 3 მძღოლი აჩერებს ავტომობილს ქუჩაში, საპარკინგო ოფიციალურ სივრცეებში, ეს რაღაც ზონალური პარკირება თუ საათობრივი პარკირება თუ რაღაცა თუ პარკირება თუ ასე შემდეგ. მაგრამ კალაძე არის კატასტროფა, მაგრამ მიზინა ივანიშვილმა მასზე შეაჩერა არჩევანი. ეხლა ჩვენ შეგვიძლია შევიწავიდეთ
თუ შევიდეთ რაღაც კონსპირაციის თეორიებში, 700 მილიონს თუ არა 245 მილიონს მაინც მოატაინებს, მაგიტომ შეერჩია. მეც სავალ, კი ბატონო. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ გარკვეულ შემთხვევებში მაინც ყველა შემთხვევაში შესაძლოა არა ამ ჭორმართალს აღრეულს ერთმანეთში ინფორმაციებს, რომლებსაც მეც მაწვდიან, აი საკუთარ თავზე, სხვებზე არ ვილაპარაკებ, ჩემს კოლეგებზე თუ ზოგადად აქტიურ ადამიანებზე მაწვდიან მე ინფორმაციებს დღეში 5-7 და ხანდახანზე ხშირად ეს ხმები ეს მოწოდებული ინფორმაცია ინსაიდერული 2-3-5 წყარო შეიძლება ყავდეს ვითომ წყარო მაინც ასე ვიტყვი არის მათ მიერვე მათი სისტემის მიერვე შეგნებულად გავრცელებული ჭორი რომ მე ჩემი ინტერპრეტაციით უკულელე ხო ბავშვის შეტყობას გატეხა უკულელე ხო მე ჩემი ინტერპრეტაციით ეს ჭორმართალი კი არა ეს ინფორმაცია გადავავრცელო ვიღაცას უთხრა ხურში ან საჯაროდ ვილაპარაკო ამ თემაზე და აგორდა და მე სხვებზე არ ვილაპარაკობ მე ვყოფილი ვარ ამ ინფორმაციების და ამგვარი ინფორმაციების გავრცელება და ეს არის უპასუხისმგებლო ჩემი მხრიდან იმ შემთხვევებში ეს უნდა ვაღიაროთ გადამოწმოთ ინფორმაციები საკუთარ თავს ვეუბნები პირველ ყოვლისა ნუ ავყვებით ამაზე გაცილებით უკეთი ხა მე აღარ ჩავიკითხავ რასაც ახლა მე გიამბობ და დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს მოსწონთ ჩემი ლოგიკა და ნასაუბრები ხო ამის მიუხედავად გაცილებით უკეთ დაწერა ოდნავ ჩასქროლეთ უბრალოდ იმ დროს კაცი აქტიურია სოციქსელში ლევან ნათეუს სუთიძემ არ ვიცი დაახლოებით 2 დღის წინანდელი სტატუსია რომელშიც ის უფრო კარგად გაცილებით კარგად აღწერს ვიდრე მე აღწერ ახლა რომ არ უნდა ავყვეთ ამ ეგრეთ წოდებულ ინსაიდერულ ინფორმაციებს იმიტომ რომ ხშირად შეგნებულად ხშირად შეუგრებელ ხშირად ინტერპრეტირებულად და ასე შემდეგ ვრცელდება ინფორმაციები ზედაპირზე რაც დევს ეს არის რომ ბიზნა იონიშვილმა შეარჩია სწორედაც რომ კალაძე და ამით კიდევ ერთხელ თქვა რომ მე ამ კასტას ამ კამანდას, კობახიზის კამანდას, ან თლიანად სახელმწიფო კამანდას, რომელიც ახლა უკვე შერჩა, მას გარკვეული ფილტრაციის თუ გარკვეული კრისტალიზაციის თუ გლებოთ ასე ვიტყვი, შემდეგ მე მათ არ ვღალატობ, არაფერი არ მაშინებს, მათ შორის არ მაშინებს თქვენი არ მაფრთხობს თქვენი შეტევები მათ მიმართ შორზე, სიმართლეზე, უფრო დიდ სიმართლეზე და ასე შემდეგ დაფუძნებული თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ბიზნესს შეარჩია მათზე გააკეთა მათზე ჩავიდა ფსონს ეხა რატომ არის ეს საშიში ბარემ ვთქვათ და აღიარეთ ვთქვათ ამასთან დაკავშირებით იმიტომ არის საშიში რომ კალაძე თავისთავად ანტისახელმწიფოებრივი ელემენტია ის გარდა იმისა როგორი მერია და ცუდი მერია რასაკვირველია როგორც ბევრი იტყვის რომ ნახეთ ამდენი სკვერი გააკეთა სკვერში არ არის საქმე ადამიანზე ორიენტირებული უნდა იყოს ქალაქი ნებისმიერი მათ შორის დედაქალაქი და შესაბამისად ქალაქის თავკაცი უნდა იყოს ადამიანზე მოქალაქეზე თბილისელზე მოდი ასე ვიტყვი ორიენტირებული თბილისელზე ორიენტირებული არ არის და ეს მერია ამას კი ვერავინ უარყოფს არის კორუფციის ჭაობი იმიტომ რომ კოეფიციენტების მომატებასა თუ მშენებლობების ნებართვებსა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ იკეთდება უამრავი ფული რომლის ნაწილიც ოფშაქში და ნაწილიც კახაკალაძის ოღონდ რაღაც ირიბი მოხვეული ლაბირინთული გზებით კალაძესთანაც მიდის სად ოფშორში სად იტალიაში სად შვეიცარიაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეხლა როგორ გავბედო და როგორ თქვა რომ თუ გადატრიალდება ყველაფერი და გადატრიალდება აუცილებლად კალაძე ვერ იქნება დედაქალაქის მერი ვერ იქნება სულ რომ გაიმარჯოს 4 ოქტომბრის არჩევნებში ის დედაქალაქის მერი ვერ იქნება ბარემ ვიტყვი თუ თქვი აღარ მახსოვს მაგრამ ვიტყვი რომ შეყოლა ხაზარაძის გადაწყვეტილება იმის თაობაზე მე მგონი თქვი მაგრამ გავიმეორებ თუ გახარიასი რომ შევიდნენ და ლეგიტიმაცია ობიექტურად რომ მოიგებს კალაძე და ობიექტურად მოიგებს არჩევნებს ლეგიტიმაცია მიენიჭოს და დასავლეთს ამით რა ეთქმის ხო დასავლეთი იტყვის რომ იცი რა არის თუ ეს ლეგიტიმურია მისი ნაჩალნიკების ლეგიტიმურნი არიანო ან ნაწილობრივ ლეგიტიმურია ქართული ოცნება ეს იყო შეცდომა მაგრამ ამაზე მე მგონი ვილაპარაკე ამ ხა მინდა წუთია მეათე დაიწყო ამ 5-6 წუთის წინ და აქედან გამომდინარე აღარ შევუყვები ამ გზას და ამ ნარატივს ეხლა ვისაუბროთ თემაზე რა არის მოსალოდნელი ქართულ ოცნებაში რა არის მოსალოდნელი ქართული ოცნება ჯლიგინით გაიმარჯვებს იმ ფარსში რასაც 4 ჰექტორის არჩევნები ჰქვია უკლებლივ ყველა რაიონში ეს ვიცით და ამით იტყვის რომ აგე მე ლეგიტიმური ვარ აი წალენჯი ხაში რომ გავიმარჯვეთ წინ არჩევნებში 21 წელს ხო აღარ არის იმ ქალაქის მერი ხესოცხალი ხო იმ წალენჯი ხასაც წაგვართმევენ ასე ვიტყვი
ეს კარგად გვესმის. მაგრამ ეს ქართული ოცნების ეს თვითდაჯერებულობის საფუძველი იქნება. ეს არ არის მნიშვნელოვანი ხალხო რას იზავს ქართული ოცნება არჩევნებში. გაცილებით მნიშვნელოვანია ქართული ოცნება რა მზაკრობებს უმზადებს და რა მზაკრობებს უმზადებს ამ სახელმწიფოს არა ოქტომბერში და ან ოქტომბრის შემდეგ ეს სახვალიოდ გადავდოთ, არამედ before, ანუ მანამდე. და ყველაზე დიდი მზაკრობა არის ის, რასაც ამზადებს თეატრულუკიანი. რომელიც სწორედაც რომ აგვისტოს დღეებში, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოინტია, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. აპირებს გამოვაქვეყნოს მისი ამ კომისიის დასკვნა თავკაცი როა, რისიც თავკაციც არის ამ სადამსჯელო კომისიის დასკვნა ვრცელი. რამდენიმე რომ უყოს ბულიტებად მე ჩამოუყვებიან და გვამცნობენ ძირითად პოსტულატებს. ამ ძირითადი პოსტულატების მთავარი არის ორი რამ. მეორე შედარებით გვიან დრო განხორციელდება და პირველი რაც განხორციელდება მალევე. შედარებით გვიან განხორციელდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არჩევნების შემდეგ. ხაზარაძისაც მათ შორის რომელიც შეყვა ამ თამაშში. კახარიასიც რომელიც გაიქცა. სხვებისა და სხვებისა კოლექტიური ნაცები არა ხართ ან ანტისახელმწიფოებრივი ელემენტები ხართ და ამ მეგიდით იქნება აკრძალული ყველა პოლიტიკური პარტია. ოპოზიცია სჭირდება თუ არა, ფსევდო ოპოზიცია წოდებული ხალხის ძალა, ასე მაგალითად ან იაგო ხვიჩიას გირჩი გადარჩება ხალხის ძალა ნამდვილად და იაგო ხვიჩიას გირჩი 99.9%. და აგი ოპოზიციო იყვნენ ამას მიესით ხმა თუ გინდა თუ იაგოს და ვახოსო და არ მივცეთ რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც. ეხლა კიდევ ერთი ამბავია. ამ ამბამდე ანუ პოლიტიკური პარტიების აკრძალვამდე თეატრულუკიანი ბანდიტკას კომისია ფსევდო ხელისუფლების ბანდიტების ხელისუფლება გამოაქვეყნებს ასეთ ჩანაწერს ამ დასკვნაში, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ასე ღიად არ იტყვიან რომ საქართველოა ომის ავტორიო. საქართველო როგორც ქვეყანა დადანაშაულებული არ იქნება მათ მიერ რასაკვირველი ამდენი ჭკუაკი ყოფნით. მაგრამ საქართველოს წინა ხელისუფლებამ დაიწყო და მე უნდა გითხრათ თქვენ რომ ნებისმიერი ლეგიტიმური ხელისუფლება, მე უფრო შორსაც წავალ ახლა, ნებისმიერი ლეგიტიმური ხელისუფლება ასე მაგალითად 2008 წელს მოქმედი წარმოადგენს რა ხალხს არის რა ლეგიტიმური შესაბამისად მისი გატოლობის ნიშნება ტოლობის ნიშნის დასმა მასა და საქართველოს შორის იურიდიული თვალსაზრისით სწორია. დიახ, პრეზენტატორი ქვეყნისა არის მიხეილ სააკაშვილი. თუ მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო ომი, შესაბამისად ზოლუკიანი ბანდიტკას აზრით, შესაბამისად საქართველოს დაუწყია და ეს იქნება ყველაზე ან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღალატი ჩვენ თანამედროვე ქვეყნის ისტორიაში, რაც რუსეთს მისცემს იურიდიულ ან მორალური იურიდიულ უფლებას იმის მტკიცებისა, რომ მისი ინტერვენცია 2008-ში ისედაც იყო საქართველოში, მაგრამ მაინც 2008-ში იყო სწორი. დაიცვა რათან ამასთან ოსი ხალხი გენოციდისაგან გადაარჩინა რა ამაზეც კი შეიძლება წავიდეს თეატრულუკიანის ანუ ბიზნა ივანიშვილის კომისია. ხვდებით რას ვამბობ? და ეს უნდა იყოს, აი ხა ხო დიდი კამათი იმასთან დაკავშირებით 4 ოქტომბერს უნდა გამოვიდეთ და დავასრულოთ სისულელია ჩემი აზრით ამ თარიღების დათქმა. მაგრამ ერთ-ერთი თარიღი ან ერთ-ერთი დღე როცა უნდა აგორდეს, უნდა იყოს სწორედ 7 აგვისტოს გამოქვეყნდება ეს და სიმბოლურია ხო 5 ან 6 ან 7 აგვისტოს. ხო? სწორედ ეს დასკვნა და ამათ უნდა დავამხოთ თავზე, მოდი ასე ვიტყვი რომ ხა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობაში არ მომედავოს ვინმე, დავამხოთ თავზე, დავახიოთ თავზე ეს ფურცლები ფიგურალური მნიშვნელობით ლაპარაკობ ცხადია ეს კომისიის ეს დასკვნა. ანუ უნდა მოვუგოთ ვერბალურადაც და თუ დაპირისპირებაში შემოვლენ ისინი და გარკვეული ალბათობით შემოვლენ, შოჩო უნდა დავუდგეთ ბრგედ და არ უნდა დავიხიოთ უკან. ფიზიკურ დაპირისპირებას გულისხმობ. Transdelia rasaკვირვი არ გაბოდო. მეორე აი ეგეთი ამბავი თარიღობრივი გველის ჩვენ 31 აგვისტოს 1 სექტემბერს როცა ევროკავშირი გვეტყვის რომ უვიზო რეჟიმს გვიჩერებენ და მესამე გველი სწორედ 4 ოქტომბერს და კიდე ამ შუაშიც გველის რაღაც თარიღები თუ მაინც და მაინც თარიღებზე უნდა იყოს ბიბული, თუმცა მეორე მხრივ თარიღები ჩვენ თავადვე შეგვიძლია შევქმნათ. შეგვიძლია შევქმნათ 7 აგვისტოს ეგ მაგის პასუხი აქციაც არის და ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მცდელობა აგურის გამოცლისა ამ სახელმწიფო მონოლითიდან, რომელიც მაინც უნდა თქვათ, რომ გარკვეულწილად ან ერთგვარად მაინც ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ შიგნით ესეთი უზარმაზარი რყევები რასაკვირველია აქვთ. ეხლა ისი თქვა მინდოდა კიდე მინდოდა რომ მე იმის თქვა რომ მედიასაც გააოქმებს ბიზნა ივანიშვილი
ეს ანალიზია, კлау ეხლა კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ არის ინსაიდერული ინფორმაცია, ეს არის ანალიზი, რომ ბიზნეს ივანიშვილი ამაზეც კი შეიძლება წავიდეს, არასამთავრობო ორგანიზაციებს გააუქმებს, მედიას გააუქმებს და პოლიტიკურ პარტიებს გააუქმებს, პოლიტიკურ პარტიებს და ლიდერებს შესტენის და დააბრალებს ომის დაწყებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ კлау ვიმეორებ, ეხლა ერთი რამე ვთქვი და ეხლა ერთი რამე აქ სავარაუდო წულუკიანის კომისიაში ეს ჩავეწერილი, სულაც არ იქნება, მაგრამ შესაძლოა იყოს კიდეც. უყურეთ, სადამდე მიდის ბიზნა ივანიშვილი. ერთი ვერსიით, მოდი ასე ვიტყვი. სადამდე მიდის, მას უთუოდ უფიქრია, რომ რაღაცა, ნახეთ როგორ ვაყალიბებ, რაღაცა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება იყო კანონიერი ხელისუფლება, მას პრინციპში შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა უფლება ჰქონდა რუსეთისათვის, რომელიც შემოიჭრა. ბიზნა კი იმას ამტკიცებს, რომ სააკაშვილი თავად დაესხა რუსეთს თავს სამშვიდობო ძალებს იმის ამტკიცებას ცდილობს, მაგრამ ეს რაღაცა არ გაუვა, რაღაც სხვა კომბინაციებშიც შეიძლება არ გავიდეს, სხვა კომბინაციებშიც არის. მოკლედ ბიზნეს ძალიან უნდა მარტივად რო ვილაპარაკოთ და ეხლა გაგახსენებთ ერთ თარიღს 2008 წლის 5 იანვრის შედეგების საპრეზიდენტო არჩევნების რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დეზავუირება, ანუ გაუქმება. ანუ იმის დამტკიცება, რომ 2008 წლის 5 იანვრიდან 2013 წლამდე მიხეილ სააკაშვილი კანონიერი ხელისუფლება არ იყო. გაყალბდა არჩევნები სააკაშვილის სასარგებლოდ 54% მიიღო მაშინ მიშამ, სუსტად მახსოვს და იმის დამტკიცება უნდა შესაძლოა უნდადეს ბიზნეს, რომ მიზინამ კი არა მიშამ მიიღო 50-ზე ნაკლები, ლევან გაჩეჩილაძე მიიღო თუ არ ვცდები 25 მაშინ ოფიციალურად ხოშ და მიიღო 25-ზე მეტი, რაღაც 29 პირობითად ლაპარაკობ და ასე შემდეგ და მეორე ტური უნდა ყოფილიყო. ამაზე ერთგვარი გადაძახილები ჰქონდა წულუკიანსაც და არა მხოლოდ წულუკიანს, არამედ ამ ბანდიტურ კომისიასაც. მე არ გამოვრიცხავ, რომ კომისია მას თქვას ეს, ან ეს თემა წამოჭრა. ეს არის ერთი უბედურება, რომ უკანონო იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, დაიცინებიან, მაგრამ შეიძლება ამაზე წავიდნენ, რაზე არ დაგვიცინია მათთვის, მაგრამ ისინი ჯორჯეს შემომსხდარნი არიან და მიერეკებიან. მაგრამ 5 იანვარი მეორე კონტექსტშია ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი. 5 იანვარს 2008 წელს, ანუ ომამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთის მორიგ შემოჭრამდე, საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი. გსურთ თუ არა, რომ საქართველო იყოს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი და ახლავთ ასე ჟღერდა ნატოს წევრი, ასე ჟღერდა კითხვა. მე აღარ ჩამახედოთ, სუსტი რედაქციაც ცხადია შემიძლია შემოგთავაზოთ, მაგრამ შინაარსი ხო ხვდებით, რომ ეს არის. 77% ეს კი ნამდვილად მახსოვს და ზუსტად მახსოვს მის გასცა დადებითი პასუხი. ბიზნა ივანიშვილს ეს ღრღნის, ეს ჭიაჭამს და მას უნდა იმ რეფერენდუმის შედეგებსაც შეუტიოს, უფიქრია ამაზე. ამ რეფერენდუმის შედეგებს დაემყნო თუ დაეყრდნო იმავე წლის, ანუ 2008 წლის აპრილის 4-ში ნატოს სამიტის დეკლარაცია. ნატოს სამიტის დეკლარაციაში ბუდაპეშტისა, ბუქარესტის ნატოს სამიტზე ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრი და იქ ეს რეზოლუციაშია კომუნიკეშია და რაც შეეხება მანამდე თეორიულ დასაბუთებაში წერია, რომ მათ შორის იმიტომ გახდება საქართველო, რომ 2008 წლის იანვარში აქ ჩაატარა რეფერენდუმი და აქ ხალხის უჭერს მხარს. უკრაინაში ხლაშვის ეს უპირატესობა უკრაინას არ ჰქონდა და არ აქვს. და ეს არის უთხოვარი საფუძველი, რომ უთხოვარი არგუმენტი, რომ ამ გზიდან ვერავინ ვერ გადაუხვევს წესით. ნატოს ვერ გადაუხვევს ეგრე მაგის პასუხი, მაგრამ ბიზნეს ხომ უნდა რომ ჩვენ ოფიციალურად თქვათ უარი ნატოსი, უფრო ზუსტი რომ იყო რუსეთი ხო ჭყლიტავს და ეუბნება რომ ათქვით როგორღაც უარი ბიზნეს აქვს ეს სოფისტური რუსებისთვის სოფისტური არგუმენტი, რომ ვიცი რა რეფერენდუმი იყო, ხალხი უჭერს მხარს, რაღაც ნატო თქვა დეკლარაციაში ასახა და ასე შემდეგ, რუსებს ეს ფეხებზე კიდია. ამიტომ ბიზნა ფიქრობს იმაზე, როგორ მოახდინოს დეზავუირება, ამდენად სწორი სიტყვა, გაუქმება 2008 წლის 5 იანვრის რეფერენდუმის შედეგებისაც. ანუ მიშა უკანონოა, რეფერენდუმი გაყალბდა, რეფერენდუმის შედეგები გაყალბდა. თუ მიშა უკანონოა, რეფერენდუმის გაყალბდა, ხო, რატომაც არა. ამაზეც კი მიდის. ოღონდ როდის
როგორც კი კალაძე იმარჯვებს და ამ ტალღას ვიდრე დეკემბრის ბოლომდე, რომელიც იქნება აუცილებლად, ის გადააქორებს. აი მე 2026 წლიდან იწყება ამაზე უარესი ჯოჯოხეთი ხალხო, ვისაც არ ესმის ეს. ამაზე უარესი ჯოჯოხეთი იწყება, იმიტომ რომ ბიზნეს სრულ ჩაკეტვაზე წავა ქვეყნისა თუ მსოფლიოში ის საჩვენოდ არ შეიცვალა ვითარება, მე გუშინდელ ბლოკში ვთქვი ეს და ბიზნეს არ მიუთითეს რომ იცი რა არის ბიზნესა ეხა დავაი აქედან დასვიდანია ეს საქართველოს არის ამერიკის ინტერესი ამის შანსი არის საკმაოდ მაღალი მე არ გეუბნებით რომ ეს არ მოხდება მე გეუბნებით ამ ჭიდილში და პროცესში ვართ ახლა ჩვენ და ჭიდილში ვართ და ბიზნესა ეხა დავაი დასვიდანია ეხლა საქართველოს არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესებში არსებული ქვეყანა და აქ უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამ ჭიდილში ვართ რა ეს პირობითად საერთაშორისო კონტექსტში სისა და ტრამპის შეხვედრის დროს, სისა და პუტინის შეხვედრის დროს, პუტინისა და ტრამპის შეხვედრის დროს იქ ფრანგები იქნებიან, ბრიტანელები, ამ ინდოელები, ხო, ინდოეთის წარმომადგენლები უამრავ რამეში გადაწყდება. ერდოღანის თავის სიტყვა აღსარქმელი კავკასიის რეგიონი ბევრ რამეში გადაწყდება, მაგრამ მე გელაპარაკებით იმაზე, რა ინტერესი აქვს ბიზნესს. ბიზნესს უნდა რომ 2008 წლის 5 იანვრის რეფერენდუმის შედეგების გაუქმებაც მოახდინოს ეს რომ ვიცოდეთ მაინც აი ამ ბრძოლაში ვართ ეს გაიგეთ კარგად. რაც შეეხება კალაძეს ხო ის კანონიერი მე ბჭყალების გარეშე თუ გრებოთ მერი გახდება, მაგრამ ის არის საშინელი მერი და მე არ კარგად არ მესმის დიმიტრი ყიფიანის დააყენებას თუ აპირებს მამუკა ხაზარაძე ამ შემთხვევაში დიმიტრი ყიფიანს თუ აქვს შანსი რომ გაიმარჯოს კახი კალაძეზე და სხვას კი არავის არა ჰქონდა და არა აქვს და დიმიტრი ყიფიანს რო ვერ წამოვაყენებს ქევიცით ჩვენ ნახვამდის